გამარჯობა. მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება ისეთ უნიშნელოვანეს საკითხს ქრისტიანული სულიერების და კერძოდ კი ხაწერის, როგორიც არის ფერთა სიმბოლიკა. საერთოდ მოგეხსენებათ, რომ ფერი უნიშნელოვანესი გამოხატულებაა სამყაროსი და იგი შესაქმნის ერთ-ერთი სიმბოლოც არის მისი გამოხატულება. მოგეხსენებათ, რუსთაველი ამბობს, ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, უფალმა იგულისხმება, გვაქვს უთვალავის ფერითა. ფერის სიმბოლო არის შესაქმნის. ფერის შესახებ ბევრი წყარო არსებობს ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში. ერთ-ერთი უნიშნელოვანესი არის წმინდა დიონისე არეოპაგელის მიერ განმარტებული ფერთა სიმბოლიკა. ის ძირითად ფერებს გვიხასიათებს თეთრს, წითელს, ყვითელს, ლურჯს და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ თქვენთან უფრო კონკრეტულად ფერის რამდენიმე სიმბოლოზე. ეს არის აარონის სამკერდულის ქვები და მათი სახისმეტყველება. საქმე ის არის, მოგეხსენებათ, რომ ძველ აღთქმაში, როდესაც უფალმა ისრაელი გამოიყვანა ეგვიპტიდან, სინას მთაზე ჩამოყალიბდა პრაქტიკულად მთელი ძველი უпростоრად რჯული, ახალი რჯული და აი ამ პროცესში აარონი იქნა დადგენილი მღვდელმთავრად და მის შესამოსელზე განსაკუთრების საგულისხმო გახდა 12 ქვა, მათი განლაგება და მათი სახისმეტყველება. ეს 12 ქვა, მოგეხსენებათ, გამოხატავდა იაკობის 12 შვილის ისტორიას, მათ წარმოშობას, სიცოცხლეს და განვითარებას. პრაქტიკულად ეს 12 ქვა გარკვეულწილად არის ძველი და ახალი აღთქმის ერთიანობის გამოხატულება. 12 ქვა შექმნილია საკვირველი სახისმეტყველებით. სანამ ამ საკითხს შევეხებით, აუცილებელია ჩვენ გავმარტოთ თუ უფალმა როგორ შექმნა სამყარო. მოგეხსენებათ, რომ სამყაროს დასაბამი, რა თქმა უნდა, წმინდა სამებაა და უშუალოდ იესო ქრისტე არის შესაქმნის ავტორი, ასე ვთქვათ. საგულისხმო ის არის, რომ შესაქმნის დროს უფალმა უკვე იცოდა, როგორ განვითარდებოდა სამყარო და პრაქტიკულად უფალი, რომელიც ყოველივეს წინასწარ ცნობილია, აი ამის გამო, აქედან გამომდინარე, შესაქმნაში მან ჩადო მინიშნებები იმისა, თუ როგორ განვითარდებოდა სამყარო. ამას პირობითად უწოდებენ გენეზის, ანუ დაბადებას, შესაქმეს, შემდეგ სამყაროს განვითარებას უწოდებენ კინეზის, ანუ მის დინამიკას და მოქმედებას, ხოლო განსრულებას უკვე მეორედ მოსვლის შემდეგ მერვე დღეში ზეციური იერუსალიმში ქვია სტასისი, ანუ სისხლი. თუმცა სტასისი არ ნიშნავს მოძრაობას, პირიქით ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ყველაზე შემოქმედებითი, კრეატიული, სიხარულით სავსე და დაუსრულებელი პროცესი მართალთან ღმერთთან მყოფობისა. აი ამ კუთხით აღსანიშნავია ის, რომ უფალმა ამ 12 სამკერდულის 12 ქვაში იმთავითვე ჩადო ძალიან ბევრი რაიმეს მინიშნება. აი დღეს ჩვენ ვეცდებით ამ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. 12 ქვა, პატიოსანი თვლები და მათი სახისმეტყველება. ეს სახისმეტყველება, რა თქმა უნდა, იშლება ქრისტიანული ხატწერის მთელ სივრცეზე. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება მრავალი განზომილებით, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ეხლა გელათის სასულიერო აკადემიის სტუდიაში, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ იქნებოდა მიზანშეწონილი ამჟამად გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სახელგანთქმული მოზაიკის სახისმეტყველების ზოგიერთი საკითხის წამოწევა და მისი დაკავშირება სწორედ აარონის სამკერდულთან. მოგეხსენებათ, მე თარიღს აღარ ვამბობ, გელათის მოზაიკა შეიქმნა მისი აშენებისთანავე 1125-30 წლებით თარიღდება. აქ გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელსაც ხელში უჭირავს ტარიგად გამზადებული ყრმა იესო,
და მოყავს კაცობრიობის ხსნისათვის ჩვენს გადასარჩენად, მის აქეთ-იქით კი წარმოდგენილია საიმპერატორო სამოსლით შემოსილი ორი მთავარანგელოზი, ღვთისმშობლის მარჯვნივ მთავარანგელოზი მიქაელი და მარცხნივ კი მთავარანგელოზი გაბრიელი. აი ჩვენ სწორედ ზოგიერთ საზრის მათი შესამოსლის ფერთამეტყველებისა შევეხებით. უპირველეს ყოვლისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესამოსელზე მინდა მოგახსენოთ. დომინირებული აქ არის ლურჯი ფერი, არაჩვეულებრივად ღრმა ლურჯი ფერი. ლურჯ ფერს ასე განმარტავს წმინდა დიონისე არეოპაგელი, რომ ლურჯი არის ფერი ზეციურობის, ლურჯი ფერი არის წყლის და ასე შემდეგ და ფერი იდუმალების. ასე რომ ღვთისმშობლის შესამოსელი, აი ამ ზოგადი განზომილებით, არის ღვთისმშობლის როგორც ზეციური დედოფლის შესამოსელი, აგრეთვე ზღვის უსასრულობის და იდუმალების მომცველი. მაგრამ თუ ჩვენ მივმართავთ აარონის სამკერდულის ფერთამეტყველებას, ეს ლურჯი კიდევ უფრო კონკრეტულ გამოვლინებად შეიძლება წარმოვიდგინოთ. კერძოდ, ლურჯი ფერი აარონის სამკერდულზე მკაფიოდ გამოკვეთილი არის ქვა საფირონი, რომელიც მიეკუთვნება დანის ტომს. დანი იყო საჯულთა დასაბამი და საინტერესოა აქ კიდევ ერთი საკითხი. სანამ ჩვენ ამ ქვის სახისმეტყველებაზე ვილაპარაკებთ, აქვე ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ უფალმა იმთავითვე იცოდა, როგორც უკვე მოგახსენეთ, თუ რა როგორ განვითარდებოდა დედამიწაზე. აი მაგალითად, ადამი შექმნის დროს მას მის სხეულს მიანიჭა ჯვარსახოვნება და ჩვენ ადამიანები ყველანი ვატარებთ გოლგოთის ჯვარს, ადამიდან მოკიდებული. ანუ ვართ შეიძლება ითქვას ერთადერთი ცოცხალი არსემა, რომელიც ხელგამპყრობით გოლგოთის ჯვარს განასახიერებს. რას ნიშნავს ეს? უფალმა იმთავითვე იცოდა, რომ ადამი ცოდვით დაეცემოდა და ამიტომ ჩადო აღთქმა იმის, რომ ის განკაცდებოდა, შეიმოსავდა ჩვენ ცოდვით დაცემულ ბუნებას და გამოგვიხსნიდა. ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რამ არის წინასწარ გაგებული. ამას სხვაგვარად შეიძლება უწოდოთ ჩვენ არქეტიპების, ანუ პირველ სახეთა სახისმეტყველება. აქ ჩვენ რა თქმა უნდა შემოვიზღუდებით ასევე ცხოველთა სახისმეტყველება, მცენარეთა და ასე შემდეგ. ეხლა რატომ მოგახსენებთ ამას? უფალმა იმთავითვე იცოდა, რომ იაკობის 12 შვილი, როგორი ცხოვრობდა, სად განვითარდებოდა მათი ისტორია, როგორც მოგახსენეთ და ვინ სად დამკვიდრდებოდა. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა, რომ დანი დამკვიდრდა იორდანის წყლის სათავესთან და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, უფრო სწორად მკაფიოდ დავინახოთ, რომ დანის კუთვნილი ქვა საფირონი სახისმეტყველებითად გულისხმობს და განადიდებს იორდანის წყლებს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ მიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოხდა, ეს იყო უფლის ნათლისღება და ისეთი უდიდესი საიდუმლოს დაწესება, როგორიც არის ნათლისღება კაცთათვის და რატომ ნათლისღება არის ჩვენი გამომხსნელი ცოდვიდან პირველი ეტაპი ჩვენი გამომხსნის ნათლისღების დროს ადამიანი ჩადის წყალში ერთი ბუნებით, ძველი ადამიანის ბუნებით და იქიდან სამჯერ თაფლის შემდეგ ამოდის უკვე ახალი ადამი, რომელიც განმზადებულია იმისათვის, რომ სული წმინდის მოსვლით გახსნას მასში ჩადებული უდიდესი მადლის საფრთხო განგებულების და შექმნას ძალიან დიდი სიახლე სამყაროს მადიდებელი. ნათლისღებით ადამიანი მზადდება იმისთვის, რომ მან იპოვოს თავისი ნამდვილი დანიშნულება ღვთისაგან მისთვის ბოძებული. ეხლა წავიკითხოთ თუ რას წერს აარონის სამკერდულის ამ ქვაზე უდიდესი ეგზეგეტი წმინდა ეპიფანე კვიპრელი, რომელიც მეოთხე საუკუნის წმინდა მამაა, მან დაგვიტოვა ჩვენ არაჩვეულებრივი შრომა, ეს არის თვალთა სახისმეტყველება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა თარგმნეს და ის არის დაცული ისეთ უნიკალურ კრებულში, როგორიც არის შატბერდის კრებული. საერთოდ შატბერდის კრებული შედგენილია ისე, რომ ის გარკვეულწილად
ამზადებს მკითხველს უკვე ქართლის მოქცევის მოსასმენად. მოგეხსენებათ, რომ აქ ერთ-ერთი უძველესი რედაქცია ქართლის მოქცევაი ქართლისა ის. დიახ, და აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი თავი ამ კრებულის, როგორც მოგახსენეთ, ეპიფანეს თვალთაია. აი აქ ჩვენ ვკითხულობთ უამრავ განმარტებას ცალკეული თვლებისა და მათ მიმართებას უკვე შემდეგ როგორც სამყაროს ისტორიასთან, ძველ აღთქმასთან, ახალ აღთქმასთან, ისევე უკვე კონკრეტულად ხატწერის სიმბოლიკასთან, რადგან ხატწერა მთლიანად ეფუძნება სულიწმინდის მადლით ამ წინაგანგებულების, ანუ არქეტიპების, ასეთ შეგვიძლია ვთქვათ, სიღრმეს და მის საზრის. ახლა მოусმინოთ, რას გვეუბნება საფირონის შესახებ წმინდა ეპიფანე კვიპრელი. რომ საფირონი არის დანისგვა, დანისგან მრავალნი იქნებოდნენ საჯულნი ისრაელისანი. უპირველეს ყოვლისა ის გვაყენებს საქმის კურსში, რომ დანი არის სათავე ისეთი მნიშვნელოვანი გამოვლენებისა ისრაელის ცხოვრების, როგორც არის საჯულთა ინსტიტუტი. და ხვდარწილი მკვიდრობისაი დანის იგი ხვდარწილი მკვიდრობისაი ნათესავსა მას დანისასა გამოსადინელთა მართ იორდანისათა. და შემდეგ აგრძელებს და ასეთ რაიმეს გვაუწყებს. წყალნი იგი იორდანისანი მეუფემან მან ზეცისამან განწმინდა, იგულისხმება უფლის ნათლისღება იორდანეში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ უფალს ნათლისღება არ ჭირდებოდა, ის უბრალოდ ასრულებს სრულად რჯულს ძველი აღთქმის ადამიანის ცხოვრების და იორდანეში ჩასვლით განწმინს რა იორდანეს და მსოფლიოს წყლებს დასაბამავს აღძლევს ზემოხსენებულ ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოს ქრისტეს ეკლესიის. და ქმნა სამკაულ და შესამოსელ ეკლესიისაი შეღებულ სისხლისამი თვისითა და განწმენდილ ღვთაებითა თვისითა. აქ ძალიან საინტერესო განზომილება შემოდის. კერძოდ, წმინდა ეპიფანე კვიპრელი აჯგუფებს ეკლესიის შესამოსლად უფლის სისხლით შეღებულ და ნათლისღების წყლებით განწმენდილ ორთვისობრიობას. და ამას განმარტავს შემდეგ უკვე ნეტარ თეოფილაქტე ბულგარელი სახარების განმარტებისას. ქრისტეს ეკლესიაში სიცოცხლე იწყება ამ ორი რამით: წყლით და სისხლით. წყლით ჩვენ ვიბადებით, ხოლო ქრისტეს წმინდა ზიარებით, მისი სისხლით და ხურცით კი საზრდოობთ და ვცოცხლობთ. იპოლიტე რომაელი იაკობის კურთხევაში ასე განმარტავს იგივეს. ქრისტეს განგმირული გვერდიდან გარდამოეცა სისხლი და წყალი, რომელთათვისმე ნათლისღება და რომელთათვისმე გამოსახსნელად. ესეც შარპეტის კრებულშია გამოქვეყნებული. ესე იგი, იორდანე, ასე რომ შევაჯამოთ, ვიღებთ ასეთ სახეს. იორდანეს სათავე ხვდა დანს, მის ტერიტორიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ეს იყო უფლის ნათლისღება, ნათლისღებით დაარსდა ნათლობის საიდუმლო და რაც მთავარია, ნათლისღება მოუცილებლად უკავშირდება ჯვარცმას. და აი ამას გვიჩვენებს ჩვენ თვითონ გოლგოთის ჩვენი გამოხსნელი ისტორია, როდესაც უფალს განგმირული გვერდიდან განმოვიდა ორი რამ, სისხლი და წყალი. და როგორც უკვე მოგახსენეთ, წყალი ეს არის სიმბოლო ნათლისღებისა, ხოლო სისხლი გამოხსნელი გაცობრიობის. ხლა აგრეთვე საგულისხმო რა არის ჩვენთვის, რომ როგორც უკვე ეპიფანე გვეუბნება, ეს არის შესამოსელი ეკლესიისა და რატომ არის საგულისხმო ჩვენთვის გელათის მოზაიკასთან მიმართებაში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიის აღუმატებელი სიმბოლო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავად დედა ღვთისა, რომელიც არის ძალი უფლისა და ის შემოსილი არის ამ ორი რაიმეც ნათლისღების წყლით და გოლგოთის სისხლით.
ეს არის მიღებული პრაქტიკა, ჩვენ თვალწინ წარმოგვიდგება და ამაზე შემდეგ ქვემოთ ვისაუბრებთ, წარმოგვიდგება ღვთისმშობლის შესამოსლის გავრცელებული ყველაზე ორი ფერი, ლურჯი კაბა, რომელიც მას მოსავს და ძოწისფერი მაფორიონი, მოსასხამი, წითელი მაფორიონი, ანუ მოსასხამი, რომელიც სხვადასხვა ფერისა შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის საგულისხმო არის ის, რომ გელათის მოზაიკაში ღვთისმშობელს მოსავს ლურჯი მოსასხამი, რაც აშკარად მითითება იორდანის წყლებზე, მას მოსავს აგრეთვე ცისფერი კაბა, რამდენადმე გამჭვირვალე, რომელიც შეიძლება იყოს პირველი ცისძეციურობის ფერი, შეიძლება იყოს წყალთა ფერიც ამასთანავე, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ დომინირებს აქ ლურჯი ფერი. საფირონს რაც შეეხება, ჩვენ ეკრანზე ვხედავთ ამ პატიოსან თვალს, ის არის განსაკუთრებული გამჭვირვალების, სიკრიალის და საფირონს გააჩნია მრავალი ელფერი. აქვს თეთრი, არის ვარდისფერი საფირონი და სხვადასხვა, მაგრამ ყველაზე ტიპიური და მნიშვნელოვანი ფერითად გამომხატველი საფირონის, როგორც არქეტიპული წინაგანგებულების, ანუ საღვთო განგებულების, ასევე მისი თვისობრიობისა არის ლურჯი საფირონი, რომელსაც სხვაგვარად სამეუფო საფირონსაც უწოდებენ. და ძალიან საინტერესოა ამ სამეუფო საფირონის თვისებათა განხილვაც. აი მოგახსენებთ, ლურჯი ანუ სამეუფო საფირონი ფლობელს ანიჭებს ერთგულებას და კდემას, ლოცვისას ხელს უწყობს გულისყურის მოკრებას, ამიტომ მას ზოგჯერ მონაზონთა ქვასაც კი უწოდებენ, რომელიც ანელებს ვნებებს და ინარჩუნებს უბიწოებას. დამეთანხმებით, რომ ვინაიდან ეს არის მხოლოდ ლურჯი საფირონის თვისება, ლურჯი საფირონი კი თავისი ფერითი მაჩვენებლებით არის იორდანის წყლების და ზოგადად სამყაროული წყლის გამოვლინება, აქედან გამომდინარე და იორდანის წყალი კი არის როგორც ნათლისღებისა ერთ-ერთი შესამოსელი ქრისტეს ეკლესიის, აქედან გამომდინარე ზემორი თვისებები ლურჯი საფირონის არაჩვეულებრივად მიესადაგება და ადიდებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როგორც მონაზონთა თავს, ყველაზე კრძალულს, ყველაზე მოკრძალებულს, ყველაზე დიდ მლოცველს, უმანკოს და აქედან გამომდინარე შეიძლება კიდევ ერთი საკვირველი სურათი დავინახოთ, რომ საფირონი იმთავითვე შესაქმისთანავე უფალმა განაგო, როგორც შემდგომში მისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, როგორც სამყაროული ეკლესიის შესამოსელი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დიდება. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლურჯი საფირონი თავისი მოქმედებით, თავისი თვისებებით არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებლად შექმნილი. ახლა აქვე არ შეიძლება ჩვენ ყურადღება არ გავამახვილოთ კიდევ ერთ თვისებაზე, რომ წმინდა განმარტებებში უფლის შესამოსელი არის როგორც სისხლი, ისე წყალი, ნათლისღება და ჯვარცმა. და აი როგორც წეგან მოგახსენეთ, ჯვარცმის დროს უფლის გვერდიდან გადმოდის როგორც წყალი, ისე სისხლი. მაგრამ ეხლა საინტერესოა მეორე საკითხი. თუ როგორ შეიძლება განვიხილოთ სისხლის სახისმეტყველება ეპიფანე კვიპრელისეულ განმარტებებში. იმისათვის, რომ ჩვენ ეს გავიგოთ, საჭიროა დავიკითხოთ ზოგიერთი რამ წმინდა წერილიდან. ძალიან საგულისხმოა, რომ იგივე ეპიფანე კვიპრელი ყურადღებას აქცევს ესაიას წინასწარმეტყველებიდან ერთ მომენტზე, რომ იაკინ თეთვალი, რომელიც არის იუდას ტომისა, ყოვლადვე სისხლისფერ და ნაკვერცხლისფერ, სისხლისფერ უკაცრავად მანამდე გავამახვილოთ ყურადღება ესაიას წინასწარმეტყველებაზე, სადაც ასე არის
ნათქვამი დავსხნე ქვანი შენი ვითარცა იაკინთისანი და საფუძველნი შენი ვითარცა საფირონისანი აღმართე და რამე თუ აგრძელებს რამე თუ აქაცა ერთ-ერთისა შემდგომად არიან იაკინთეი და საფირონი რამე თუ იუდა მეუფებისასა მოგვასწავებს და დან მსასჯულებისასა აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ რომ დანის საფირონის სახის მეტყველებისას მოტანილი სისხლის და წყლის ერთობა უკვე შემდგომი ქვების განხილვისას განიმარტება როგორც საფირონის და იაკინთეს თანამყოფობა ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ერთობაა მათი და მათი განხილვა ალბათ ცალკე მსჯელობის საგნად შეიძლება წარმოვადგინოთ